10 წლის უკან გაჭირვებული ხალხმა ვინც დარჩა უსახკაროდ იმ წყობის გამო, ბანკებმა ფული წაართვა, მიწის დაზარალებულებმა, ტოლვილებმა ერთმანეთის გაგებით შეიკრიბა ეს ხალხი, დაეუფლა ბინებს, რომელიც ინგრეოდა და ანალოგი ორი ბინა ამ წუთშიც დგას იქა. ინგრეოდა და გადავარჩინენ გრევას, გადავხურეთ სახურავი, ამას დაერთო ის, რომ ორი პრეზიდენტი ბატონი შევარდნაძე და მერე კიდე მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, სადაც ნახოთ მიტოვებული ბინები ინგრევოდეს, დაეუფლეთ უსაკაროებმა, დაკანონებული გექნებათ. ჩვენ არ დავჯერდით ამას, ავიღეთ რეესტრიდან საბუთი, რომელიც გაგვაჩნია და მოწერილია ხელით, რომ იმ ეტაპზე ეს ბინები არავის ბალანსზე არ იმყოფებოდა, იყო სრულიად უპატრონოდ, დავეუფლეთ, გავაკეთეთ, გავიყვანეთ შველი წერტილები, გადავხურეთ 1000-ნაირი სამუშაოებები, ყველაფერი საბუთები აქ ამათ ხელთ. მერე გამოუსთა მეპატრონეთ მეტრომშენის ორგანიზაცია. დაკეტილი მაქვს შევიდი. ხოდა ისა რა ქვია? მომწაის ლაპარაკე და ნუ ყვირი ხარ. აი ასეთი ბობოლი ხალხი მოდის და გვანიავებს. ახლა შეგვიძლია თავიდანჯეთ ხალხი. ეხლა ვარ მე აქ მარტო ორშაბათს იქნებიან კიდე. ამაზე გაცილებით მეტი ხალხი იქნება. რას მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება აი რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ ხო? ჩვენი ხარჯებით გაკეთე ის ორი კორპუსი გზარი ელემენტარული ხო? არაფერი არ იყო იქ არც წყალი არც არაფერი ჭერიდან წყალი ჩამოგდიოდა მთელი ზამთარი ტაშტები დავდიოდი სად იყვნენ მაშინ რატო არ უნდათ გაკეთება მაშინ შემოსულიყვნენ და ეცხოვრათ არ უნდათ ეხა გაკეთებულზე შემოდიან და ჩვენიაო პირადად მამაჩემს აქ აქვს 38 წელიწადი ნამუშევარი საიდანაც ეს ბინა მიიღო თბილ მეტრომშენიდან საიდანაც ყოველთვიურ ხელფასზე თანხა აკდებოდა იქიდან და შექმნა და საბუთიც გვაქვს რომ ჩვენია ეს ბინა და ესენი იმით იმართლებენ თავს რომ ჩვენ უსახკაროები ვართ ბინები არა გვაქვს და რახანაც მე იმ ბინაში არ ვცხოვრობდი და გასარემონტებელი მქონდა შევიდნენ თვითონ და დაიწყეს იქ უბრალოდ ცხოვრება. ყველას შეტანილი აქვს აბსოლუტურად იქ სასაჩივარი რა უბრალოდ ესენი დარბოდნენ ხოლმე არჩევნებზე ხუთიანებს ხაზავდნენ რაღაცა მიშა სყვიროდნენ და იმ პერიოდში სასამართლო ერთხელ გადაგვიდეს ორჯერ სამჯერ და ძალიან ბევრი წლებია უკვე რომ სასამართლო ამ ყველაფერს აჭიანურებდა და ვიცი რა მიმართულებით ეს უკვე მე აღარ ვიცი მაგრამ ეხლა უკვე გვაქვს ჩვენ იმედი რომ ყველაფერი იქნება სამართლიანად და აბსოლუტურად ყველაფერი გაშუქდება რა თუნდაც იმითი რომ სასამართლო ჩატარდება უბრალოდ და ის მაინც გითხრან რომ თქვენი არაა ეს ბინები